ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ევანდელი გადაცემა ხალისით და საუკეთესო განწყობით რომ დავიწყოთ, პირველ სტუმრად მოვიწვიოთ ჩვენი მეგობარი, ცნობილი იუმორისტი და პაროდისტი დათო როსტომაშვილი. მოგზადი შემოძმაო, ეს და დაუგა, მოგზადი. დავით, შენ როგორც წესი, როცა მობრძანდები ხოლმე, ხარტულები თან მოგაგზა რა. თქონდა პირველ რიგში ჩვენი მშობლიური კახეთია, ამ შემთხვევაში აქტუალური და მოდი დაიწყე კახეთის თემით. ჩვენებური ერთი ოპერაში იყო პირველად. ყველა ელოდება ეხა ოპერაში წავიდა კაცი აბა. ჩამოვიდა და ეხა შტაბ-ჭილებებს ეკითხებიან, მოგეწონაო? ჯო, მე მეწონაო, მაგრამ მე მგონი ეგო ჩვენებურების აშენებული არ უნდა იყოს აქაურები არ იქნებოდნენ. რათა? რავი, აივნები შიგნიდან ააქო. მამიდაშვილები ხო ენამოსრებულები მყავს ძალიან რა და ეხა რო ვიყავი საღდომოდ კახეთში ვირმა დაიყროყინა გას აღარ არის ვირები ხო საშაურმეში ჩააბარეს ხო ვა ვირმა დაიყროყინა მეთქი არის რო იძახენ არ არისო აბა ყოფილა მეთქი და არა ეგ ვირი არ არისო ფონოგრამა აქვს და მაგნიტოფონზე რთამენ რო არ დაავიწყეთ ვირის ხმაო ზღვაზე წავიდნენ კახელი ცოლქმარი პირველად რა ათუმში ეხა მოგეხსენებათ აჭარა როგორი გალამაზებულია და სულ რეკლამები გადის და მართლა ნუ ეხა ძირითადად ხო იქეთ მიწევს ხოლმე ყოფნა რა და მართლა მომწონს რა მეც მომწონს და ეხა რეკლამას რო უყურებ კიდე საერთოდ ულამაზესი არის რა და რო ნახავ გაუცდები რომ ნამდვილად ეგ არის მარტო რეკლამა არ არის და ეს სოლის სულ უყურებს ამ რეკლამებს და უღიტინებს ხმარს რა რომ წავიდეთ და წავიდნენ ხო და ჩქაროსტული მატარებლით წავიდნენ რა და ეს გვირაბები ხო არის პირველად არიან აბა არის რაიც რომელი გვირაბი რომელად ერთი ყველაზე დიდი გრძელი გვირაბი რომელიც არის იქიდან რომ გამოვიდნენ ყუში ჩარჩუჩურად სორს რო რა ვიცოდიო ამ ხელა გვირაბი თუ იყო თორე რაღაცას კი მოვასწრევდით რა გამოიხედავთ სულ მე ხიდე ეგეც ეხა შენ არ იყავიო ძიმე სცენარია სოლი შეშივის ქმარს კახეთში ეხა კახეთზე ვარ ძირითადად ორიენტირებული რა რომ მაიტა ვეგე მაგ ბალხსო რამე მოუხერხეო საერთოდ არაფერს არ მისმენსო საღამო დაეძახის მოდაკა შოშობერ ზაღლო შენო დედაშეს რათა რუსმერა ჩემზე მაგარი ხარო რაკაცების ხედან სუფრასთან კეიფობენ კახეთში და მშობლების ადგილზე ჩამოვარდა რა და საერთოდ ხო ეგრეა ხა მშობელი რო გარიგებს არ უსმენ და მე ცხოვრებაში რო შეგხვდება რაღაცა და რატო არ მოусმინე და რატო არ დაუჯერე და მაგ დღეშია რა მირტყმული აქვს ცოტა და ვირი ვარო რა ნაღდი ვირი ვარო რა აი ცხონებული მამა ჩემიო რასაც მეუბნებო და არაფერს არ უსმენდიო რა მე მესმინაო რა და რა გითხრა ეგეთიო კაცო ბიჭო ხო გითხარი არ უსმენდი რავი რა მითხარ სოლი ურეკავს კახელს ტელეფონზე რა რომ ბიჭო მიხო სახში ჩამოსვას აღარ აფიქრობო ხო წამო რა მერეო დაიცა რა ცოტა ხანი ვიფიქრო რა კახეთში ერთი კაცი ყოფილა 35 წლად ვიქს აკეთებს რა სამბო კაცო 35 წლადო ხო ძმაო რა ვიცი ერთი და ორი ფაქტი კი არ არის მაგალითები არის მოვიკლე ნახდოთ ეგრეაო დაფიქრდა ეს რა დაიცაო რო არ გამოვიდესო არ გამოვიდა ესე თქვა ფულ უკან ვაბრუნებო პატრიოტი კაცი იყო რა აბრუნებს ეხლა კახეთის ამბავი ჩვენიერი იყო მაგრამ დღეს 3 მაისია და მოგეხსენება გუშინ 2 მაისი იყო და შენ როგორც ქუთაისთან დაკავშირებული კაცი შენს მეც დიდი სამეგობრო ყავს და დიდი სიყვარული შენთან ერთად მოვიკითხოთ ქუთაისს იმიტომ რომ გვირილობა იყო გუშინ და ეს დიდი ზეიმი რომელიც ეწყობა ხოლმე ყოველ წელს არის კიდევ ერთი დასტური იმისა როგორი განსაკუთრებული სული და გული ტრიალებს და მართლაც საოცარი ქართული სულისკვეთება ამ წინვალე ქალაქში და მოვეფეროთ ქუთაისს და ყველა ქუთაისელს მინდა მეც დიდი სიყვარულით მივლოცო გვირილობა მართლა დიდი დღესასწაულია
ზეიმი არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მინდა მივიფერო ჩემ ქუთათურებს, სხვათა შორის ძალიან თბილად მახსენდება იქ გატარებული პერიოდი, როცა მუშაობდი. რო ამბობენ ხოლმე, ხო იცი, ხუმრობით რო ქუთაისიო იუმორის ნაგრძალი მართლა ასე, იმიტომ რომ აიქაური ისტორიები, შემდგომ ხარტულები თუ ანეკდოტები პროფესიულ სცენაზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე და შენს რეპერტუარშიც არაერთი იყო და მოდი გაიხსენე, მათ შორის რამდენიმე საინტერესო. პირველი ჩასვლის დღიდან, პირველი აი რაც რო ჩავედი სამსახურში, აგვისტოში ჩავედით რა და ამ ჩვენ სამსახურთან უშველებელი ბილბორდი იყო გაკრული ცირეკიძის სურათით ოლიმპიური ჩემპიონი რო გახდა ცირეკიძე და ეწერა რომ ჩემპიონები სვამენ ცივ ჩაის და ეხატა ახალი გამოსული იყო ცივ ჩაი ხოლო რო შევედი ახლა ბუღი ამდის რა და ეს ვინტანი გოგო ვინც იყო იქ მოვიდა და მითხრა რომ ისა რამეს ხომ არ მიირთმევთო და კი მეუთხარი ცივ ჩაის დავლევი მეთქი და უარი კი არ მითხრა მობრუნდა და ჩაი ვურტყონა ხო იცი გავიგეო ხო ვინ არიან თბილისელები ჯორო უდუღე მე გაუცივეო პირველი სამშილება პირველი თავისუფლება იყო გენიალური. მერე პროფილაქტიკაში იყო ადუღებაზე. ხელოსანთან ვიყავი რა, მანქანა აწეული ქონდა, გვერდზე იყო რადიატორის ხელოსანი და რადიატორში ეძახიან ჩვენებურად რა და ქუთაისელი მოვიდა და აუ ბიჭო მიდუღებს, ბიჭო ეგი რას გიდუღებს? იმანო რადიატორში. რადიატორი რას სამიდუღებს? ყავს მიდუღებს. რას სამიდუღებს რადიატორი? საქმოსნები იყვნენ, ვიცნობდი რა. ორნი და ერთი მეგობარი ვინც ყავდათ საქმეში ის გარდაიცვალა და იმის ბიჭი წაიყვანეს და გააგრძელებინეს იმ საქმე და პირველ ბავშვს ელოდება რა და ფორიაკობს აქეთ მივარდება იქეთ აუ რა უკნა ახლა და ეგი მუცელი რა ვატკიდოს რა გავაგეთო ახლა და ეგი და უთხრები აი ას ფორიაკა უთხრა შენამდე ბავშვები არ ყავს ჩვენო ახლა მაინც არისო მაგის საშუალო წეიყვანე დააწვინე ატკიდება მუცელი იქანა იქეთ მიხედავენ აუ მაგი რა კარგი მითხარია წაიყვანა და ე ფოთოლი მოძრავი ქალბატონი იყო რა რო დატოვა ჩააბარა სამშვიდობოს გამოვიდა და ეგი დაატრიალდა ახ სანიტარი ეგ თანი მიმტანი მომტანი ყველა გაიცნო ექიმი ხო და ხა პატივისცემა ხო და იქ რა და ის პერიოდი იყო ლარენ ფულობდა მაშინ ურეკავს ქმარს გზაში ამა შეეშინა უსმოთ ახალი მიყვანილი ყავდა მუცელი ხო რაია ხო მშვიდობა მომისმენ რაგით 100 ლარიანი დაახურდა 1 ლარიანება 2 ლარიანება და მომიდანი აქანავ შეგოგო მანქანა შობიარო თუ სეკას თამაშო ახალი წელი დგება 30 რიცხვია და უკვე როგორ იყო იცით რომ თბილისიდან ვინც დავდიოდით ქუთაისში ავტობუსი მოდიოდა ხოლმე ამ დღესასწაულებს და მოვყავ თბილისში რა შესვენებაზე ვართ გამოსულები აივანზე ყავასვავ რა და როგორი ამინდია იცით თოვრჭყაპია რა თან თოვს თან დადებული აქვს თან დნება თბილოდა რა და მოკლედ ეხა ქართველი კაცის ამბავი იცით რა ახალი წელი კარს ჩამოხსნის გაყიდის ახალი წელი სტუმარი უნდა მიიღოს ახალი წელი დაიყენოს რა და აი როგორი სახით მოდის იცი კაცი იქ არის მაგრამ არ არის ფიქრებს სხვაგან არის ფიქრებს სხვაგანაა რა ეხლა ჩემი აზრით რას ფიქრობს იმიტომ ყველა თითზე ქონა ეს ცელოფნები ქონა ჩამოკიდული და ჩანს ზემოდან ეს თითები გაშავებული როა რა პარკები რო სისხლია ხო პარკები სისხლი აღარ მოძრაობს ყველა თითზე პარკია და ეთყობა ყველა ფული დახარჯა რაც ქონდა ტაქსით ვერ მიდის ავტობუსს ელოდება ხაზის ავტობუსს ხო და ეხლა იცი როგორი ფიქრებია ქემჩნევა სახეზე აწერია რომ კაი ახალი წელი ხო მარა მე რა ვქნა ამ ფიქრებში არის და ეს ბირჟავიკები ქუთაისზე მაკვარანცხები ხო იცი ახალი გამოსული იყო ესეთი ასაფეთქებლები ფითილი ქონა გაკეთებული ლიმონკა იყო სულთა რა ხო და ეს ფიქრებში რო ეხა ამათ ვერ ამჩნევს რა ის თავის ფიქრებში და მან გაუკიდა ცეცხლი უყურებთ ამას ყველაფერს დიდი გუბე იყო და ამ გუბეში შეაგდო ესე დაიძახა ამან ეს აიღო მთლიანად ეს ჭყაპი და გადაავლო ზედ ეს ვერ მიხვდა რა მოხდა ამ ხელ აფეთქება იყო თან ჭყაპი გადაევლო ეგონა ბომბა ჩამოაგდეს რა იყო და ამ პარკების ხელს არ უშვებს თან აქეთ ესა იქეთ ესა დაბდეული და ესენი ხო ხარხარებენ და მიხვდა რაშიც იყო საქმე რომელი იყავითო ასე დაფეთებული ვეტაკე დედა თქვენ საფეთებულია ასე დაფეთებული ვეტაკე დედა თქვენ თან დედა თქვენს დილობიან რატო ისი რა მინდა გითხრა აი რამდენია ესეთ სახალისო ისტორიებს ყვები ან ყვებით ქნება სტუდიაში იყოს ან ისე ჩვენ შინაურულ წრეში აი სულ მახსენდება ჩვენი მეგობრები რომლებიც ჩვენს გვერდით არ არიან იმიტომ რომ ხან რომელიღაცის ფრაზა წამოტივტივდება ხან რეაქცია და დამეთანხმები ამაში და მოდი გაიხსენე ერთი ისტორია ამერიკიდან რომ მოფრინავდით შენ და ჩვენი დაუვიწყარი მამუ კაუნაშვილი ზურა დოიჯაშვილი ზია კვირიკაშვილი და იუმორინას დანარჩენი შემადგენლობა ამერიკაში კონცერტი ქონდა ყველა ერთად ვიყავით და რომ მოდიოდით იქიდან 4 ადგილიანი სკამი ხო არის შუაში და მე ვიჯექი
ცხონებული მამუკაის და მზია ყავდა ჩუაში და მე რეიჯ და დოიჯა. და მამუკა ახლა ჩოულამპლუაში არ ჩერდებოდა რა და მზია ყავდა ამოჩემებული. მანამდე ლონდონში მზიას ჩაეძინა ქუდი დაუდო წინ და ხალხი გამო ფულს უყრიდნენ. ხო და გაიღვიძა მზიამ ფული და დოიჯაც უყურებს და ვა ამით პივა მოგვივა. ეხა იქნებ ბრუნდები და არასვენებს მამუკა რა. პროგრამაში ყავს ხო? პროგრამაში ყავს რა და პროგრამაში ყავს და თან აწვალებს რა და გაჩედი დამანებე თავი ისევ მეძინება ამ ხელა გზა არის. რა გეძინება უნდა გაგათხო? უნდა გაგათხო. მაისა კაც რა დრო ჩემი გათხოვება. კაი გიჟი ხარო რა გიჟი ვარ უნდა გაგათხო უნდა გაგაყოლო გერმანელსო. გერმანელსო. რატო გერმანელსო? რას ქვია რატო კაცო? ევროპაშიო ნომერ პირველი ეკონომიკა აქვთო? მაღალი ცხოვრების დონეო? განვითარებული ქვეყანაო. კაი კაც გამანებე თავი ხარ ამიტომ მცივ ხალხთანო. თუ არ გინდა ხა მცივ ხალხთა მაშინ იტალიაში გაგათხოექო. თბილი ხალხიაო? შენსავითო თან სერიოზულად ელაპარაკება. შენსავითო სიცილი უყვართო? ნომერ მე-7 არის ეკონომიკაშია. რა გინდაო? უყურებს ზია და კაიო ეხაო. თუ ჩემი გათხოვება გინდოდა თან ესე ძალიანო ამერიკაში არ ვიყავითო იქო ვერ მომიზებინეო ვინმეო? კაი მდიდარიო? არა ამერიკა არ გამოგვადგება. რატო? მოკლე ისტორია აქვს. ჩემპიონი იყო რა. ისეთ ასაი რაკურს მოძებნიდა რომ რომერ წარმოიდგენდი. რაღაცებს იგონებდა სულ რა სულ იმაში იყო რომ რა რაღაცა მოეგონა მაგასაც და დოიჯაც ცხონებული. აუ საოცრად. იცი რა მინდა გავიხსენოთ ერთად და ალბათ ერთი 15 წელი ეთერში არ მიგვიცია ეს კადრები. რწყილი და ჭიანჭველა და როდესაც შენ ყოჩაღი ბურვაკი იყავი ღორების ოჯახი რო მამა ღორს რომ თამაშობდა მამუკა უნაშვილი დედა ღორს ჩვენი ბესო და რწყილი რა თქმა უნდა შეუსველი რწყილი ჩვენი ვახტანგ ტადიშვილი. მოდი ეს ფრაგმენტი შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. რწყილი ახტა რწყილი გახტა ისევ ახტა ისევ გახტა და კახეთში ღორებთან ჩახტა. Zwei, drei, schicki, schicki, Schweine. Ai, გამარჯობათ, ქვენი ბატონო ღორება. რომელი ხარო? წილი ვარ მე, წილი გურული. ვიცნობ? ვერა. მერე გევიცნობ. გავიცნობ რა. მამა ღორი, ჯაგარა. ეს აქიდენა ჩემი ოჯახიაო. დედა ღორი, მაშკა. და ჩვენი ბურვაკი მამა ენაცოლია მამა მამი ხო ეგა ის არ არის ფეხს რო დაისომ და მე თავზე რო აგაცოცდება ჩუმადი ბიჭო სირცხვილია სხვანაირად თუ გავიგებ გენაცალე ჯერა ბურვაკია კიმღადა ბურვაკია რა დურაკია არ გეკადრება მაიგა ხალხასდა Коройзак диатили. Да მე ვარ წილი. სუსხა ფორმატია. ერთი ნეხვია რა. ეგეც კაბენართა ვარდი ისევრეო. ეხლა არჩევნები მოდის და ხმის მიცემა ნებავს. ჯო, ეს ერთი ხმა გადამჩენია და ეს მაინც ჩამარჩინეთ კაცო. არქი ხმას გაუფრთხილი ამაღამ გამაგადგება. ხო ეგრეა გენაცვალე. ადრე ვიძლეოდი. ეხლა აღარ ვიძლევ. ხმასა. ნუ იტყმეინები ადამიანო. სხვა რა გინდო? ჯაგარი მინდა თქვენო უღრუტუნებულესობა. ჯაგარიო. ხო, ჯაგარი დავგრიყავ ჯაგარს, დავდნი ბაწარს, ჩუგდებ და ამოათრავ ამ სასიკვდილეს მაგას. და ხე მამი, ძვაკაცი თვინე დომებია. ვახ. ვაი. ვაი. წყალში ჩავარდნია და სადაც არის დაეხშობა ძმაი. ჯაგარსა და ბაწარშია ეხლა მისი ცნაი. He will survive. Oh no. Walk out the door. For as long as I know how to love, I know I stay out. I've got all my life to live. I've got all my time to give. He will survive.
დიდი მადლობა ჩემო ძმაო მობრძანებისთვის. ჩვენი სტუმარი გახდათ დათო როსტომაშვილი. ფირფასო მეგობრებო, დიდი სიხარულით მინდა წარმოგიდგინოთ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდა მომღერალი, რომლის სატელევიზიო დებიუტი წლების წინათ სწორედ ტელეიმედში ჩემს საავტორო ფოლკლორულ გადაცემაში შედგა. თუმცა ვფიქრობ, ბევრი თქვენგანი მის ნამღერს პირველად დღეს ჩვენ შოუში მოისმენს. თქვენს წინაშეა მაია მამსირაშვილი. ინახარ ვინიარები ლაღომაგლაღის ხენითა ავსრადარ შამაიბრუნე ყანასრად მამკევ ცრემლითა ავსრადარ შამაიბრუნე ყანასრად მამკევ ცრემლითა ცრემლითა ვერცხლის თასადამს მაგცია როღვინითა გევსებოდე დაფერილი მქნა წითლადა შაგსვამდი შაგერგებოდე ანამ ქნა ვარდი ყოილი როპირზე დაგეღრებოდე ანამ ქნა მოვისპერანგი როგულზე დაგადნებოდე ან ვერცხლის ფულად მაქცია ჯიბეში ჩაგეღრებოდე ანამ ქნა ოქროსათითე როხელზე ჩაგედებოდე ანამ ქნა ოქროს ზურთვაი კალთაში ჩაგეშლებოდე ჩაგეშლებოდე ან შენი ძმა მქნა მოწინე აროდეს გაგეყრებოდე ან შენი ნამგლის ხანამ ქნა როფხაზე შაგეჭრებოდე ძალიან დაწუხებულსა გზაზე დამჩაგეყრებოდე შაგეყრებოდე ძალიან დაწუხებულსა გზაზე დამჩაგეყრებოდე აროდეს გაგეყრებოდე ვინახარ ვინიარები ლაღომაგლაღის ხენითა დიდი მადლობა მაია მამსირაშვილს წარმატებები ვუსურვოთ ამ უნიჭერეს მომღერალს. ფირფასო მეგობრებო, ჩვენ შოუში სტუმრად არის ჩვენი კვარტეტი ქუთაისიდან. შვენიერი ქუთაისი თვისა მოთხისადარია თვალს მოგდაცებს სილამაზი დარია თუ ალარია აქ სამთარი გაზაფხულს გავს ხაზაფხულში ზამთარია ეგლუცკარი სადარია შვენიერო ქუთაისო სავარდოდა სამაი
ჩვენიერო ქუთაისო სავარდოდა სამაისო ცნებებიდან თეულისა ყვავილებით და ფენილიქსა რავინატროსხა ზემაზე დაგვნათი სიყვარულის მზე ოცნებებიდან თებული დღე ერთადერთო ჩემო სიცოცხლე ქუთაისო ჩემო დედულე მოგესალმებით ბიჭებო. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. გილოცავთ ახალ სტუდიას და ბევრი წარმატება და ბევრი კარგი სტუმარი. მადლობა დიდი, მე კიდე გილოცავთ როგორც ქუთაისლებს. დღეს 3 მაისია და 2 მაისს ჩემო ბატონო, ისეთი განსაკუთრებული დღეა, როდესაც მთელი ქუთაისი ზეიმობს. ჩვენთვის არ გეუბნებით და ყველა ქუთაისელს, მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ქუთაისს მთელი ქვეყანა უყვარს, სტუმარი უყვარს და ყველას დღესასწაულია, ვინც კი ჩამოდის ქუთაისში და გულოცავთ ჩვენს ქალაქს განსაკუთრებით. 1 საათის ჩამოსულები ვარ და მენატრება უკვე. ჯერა რამბილად, იმიტომ რომ არ შეიძლება არ მოგენატროს ქუთაისი, მით უმეტეს როდესაც ქუთაისელები მზადებით და ისე რომ ამბობენ რომ ქუთაისი ჩახუტების ქალაქია, ეს კი 2 მაისს ორმაგად ჩახუტების. ორმაგად ჩახუტების ქალაქია. ესე გამოდის. ახლა მე კი ვიცი ეს გადასარევი, ვინც არ იცის. მოდი იმას აუხსნათ, რომ ახლა ქუთაისია, სიმონ რო იტყვია, რა შემთხვევაში ითქმება და რა იგულისხმება ამ ყველაფერში, როგორ განმარტები შეიძლება გიგო. ქუთაისი? ხო, ქუთაისი ისე არის მოსაყოლათაც შეიძლება, მაგრამ ნუ ადგილზე ხო უფრო ეფექტურია, ადგილზე და გუშინდელი დღიდან გამომდინარე, უფრო ესეთი გამძაფრებულია უთერთო, მაგრამ բայց ქუთაისი არილევა ეხა ისტორიები და ისეთი ამბავია, ახლოს არ მომختარა, გასულ ზაფხულს მოხდა, მაგრამ ქუთაისია და სახასიათოა, ხო და ესე იგი 2 მეგობარი, ახ ჩემი მეგობრები არიან, იქ ბევრი 7-8 ადამიანი დგას, ზოგი ზის რაღაცა და 2 არის კამათობენ ერთმანეთში, აი გაუთავებლად კამათობენ, რაღაცაზე დაობენ, ნუ ხო რა. რაღაცაზე დაობენ და ნუ გაჩერდითო რა, შეგვაწოხეო და არ ჩერდებიან, ნუ გაანების რა, თავი გააგზელეს კამათი და თან ზაფხულია და ჩამოიარა იმას საზამთრო და ბიჭებო, მოდი საზამთრო ვიყიდოთ, ტერმოუსმინა ამგენის ყაყას ხო და საზამთრო გავჭოთ, იყიდეს ძალიან დიდი საზამთრო რაღაცა და მოიჭ დანა არ არისო რა, დანაურითი გავჭრათ ესო და დანა ხო არა გაქვს ერთეუნება და არა მე არა მაქვს შენ მე არა ვშენ და ამგენა რომ კამათობენ ერთ-ერთ ეუნება შენ ხო არა გაქვს დანა რომ მქონდეს ამას ვასოცხლები ახლა ერთი გამოსვლე მამა ჩემს ხოდაშორის მე არ მიწყენს მოუჩები მას მოკლე ამბობ მოუჩები და ბაჭეს გასვენებაში ბატონო ემზარო და ბაჭებული ხარ გასვენებაშია და როდის არის შაბათს და აუ შაბათს ამცალია მე იყოს რა იქ მე მიმოვაგალე ჩვენ კიდევ ერთი სიმღერა გაქვს ჩამოტანილი, რომლის ახალი ვერსიის პრემიერა ჩვენ შოუში უნდა შედგეს. მითხარი შემოირაგლე ამის თაობაზე. ძველი ლამაზი სიმღერა ალექსანდრეს ბაღი, რომელს კომპოზიტორიც გახლავთ ნუგზარ ერგემლიძე და ასევე ლექსის ავტორი და მოგასმენინებთ დიდი სიამოვნებით. და მღერო და ჩვენი მამუკა ონაშვილი და ახსოვს და უყვარს მაყურებელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენო ვერსიასაც აუცილებლად შეუყვარდეთ. აბა გთხოვ. ალექსანდრეს ბაღის გამზე დახეული ბარათი ეგდო როგორც მკვდარი გედი როგორც სევდა მარადი ჩვენ ამ ბაღში პაემანზე მთელი წელი ვიდოდით გაწყვეტილი აზრის ბოლოს
ჩანდა სიტყვა მშვიდობით გული დამწყდა შემოდგომის სიუმა ქარმა დაქროლა წერილი კი გაყვითლებულ ფოთლებს თან გაყოლა ფოთლებს თან გაყოლა ასე გახვა ბედისერას ირმცინარი გოგონა ჩემზე კარგად იცის ყველა ქვეყნად ხდება როგორაც თვალებში დგას შუმისევდა ღიმილით შეფერილი ორადით ხან სათამაშა ქარმა მისი წერილი გული დამწყდა შემოდგომის სიუმა ქარმა დაქროლა წერილი კი გაყვითლებულ ფოთლებს თან გაყოლა ფოთლებს თან გაყოლა დრო გავიდა ეფინება ძვანემდელოს სხივი მზის ალექსანდრეს ბაღის გამზე ახლა სულ სხვა წყვილი ზის აღარავის აღარ ახსოვს სიყვარულის ბარათი არაფერი არ ყოფილა ქვეყანაზე მარადი გული დამწყდა შემოდგომის სიუმა ქარმა დაქროლა წერილი კი გაყვითლებულ ფოთლებს თან გაყოლა ფოთლებს თან გაყოლა გული დამწყდა შემოდგომის სიუმა ქარმა დაქროლა წერილი კი გაყვითლებულ ფოთლებს თან გაყოლა წერილი კი გაყვითლებულ ფოთლებს თან გაყოლა ფოთლებს თან გაყოლა ფოთლებს თან გაყოლა დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენს კვარტეტს ქუთაისიდან